აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა. მისი თქმით, ეს სამშვიდობო პროცესის ქაღალდიდან რეალობაში გადმოტანას ნიშნავს. ამ განცხადების დასტურად აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში პირველი სატრანზიტო ტვირთის ყაზახური ხორბლის ტრანზიტზე დათანხმდა. ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების ნაწილია, რომელიც ცნობილია როგორც TRIP, ანუ ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო დერეფნის შექმნას, რომელიც მართვას სომხური მხარის თანხმობით შესაძლოა 99 წლით ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაესცეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნაბიჯი რეგიონში გეოპოლიტიკურ ბალანსს ცვლის. ის ერთის მხრივ სომხეთის ეკონომიკური იზოლაციიდან გამოეყვანს, ხოლო მეორეს მხრივ აძლიერებს შეერთებული შტატების გავლენას სამხრეთ კავკასიაში, რაც რუსეთსა და ირანის ინტერესებს შესაძლოა დაუპირისპირდეს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეკონომიკური კავშირების აღდგენა პირველი პრაქტიკული ნაბიჯია 10 წლეულობის მანძილზე გამეფეული უნდობლობის დასაძლევად და ორ ხალხს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისაკენ.